ბაჰარი. როგორც გითხარი, მამა შენის გაცნობამდე მე და დემირს ერთმანეთი შეგვიყვარდა. მაგრამ მამა შენს სიგიჟემდე ვუყვარდი. ჩემზე დაქორწინება უნდოდა და მე მუქრებოდა. მე უპნებოდა რომ დემირს მოკლავდა. თუ მას ცოლად არ გავყვებოდი. რას მეუბნები? დემირი უნდა დამეცვა. ამიტომ მომიწია მის გაკეთება. მამა შენზე დაქორწინდი. არც ერთი სიტყვის არ მჯერა. ეს იმიტომ გავაკეთე, რომ დემირი სიგიჟემდე მიყვარდა. მას ვერ მოვუყვებოდი. უარესი მოხდებოდა. ის ხარულს წინააღმდეგობას გაუწევდა. მამა შენი კი არ დაინდობდა. იძულებული გავხდი დემირი მიმეტოვებინა და ცოლად მამა შენს გავყოლოდი. ამან დემირს გული მოუკლა. ისე განიცდიდა ჰარუნის გარდაცვალების მერე კი დემირი შენ დაგიახლოვდა. ეს სიყვარულის გამო არ გაუკეთებია. ჩემთვის გულისკენა უნდოდა. ძალიან ვწუხარ ბაჰარ. ნედავ შემძლებოდა რა მის შეცვლა და შენი დაცვა. აკრძალული სიყვარულისა და შურისძიების ამბავში ვერავინ ჩაგითხრებდა. ნედავ შემძლებოდა ამის არიდება. თუმცა არ გამომივიდა. ვერ შევძელი ბაჰარ. მაბადია რომ ვერ დაგიცავი. რა დაგემართა შვილო? შენებლობაზე მუშაობ ძალიან რთულ პირობებში დედა, მაგრამ არა უშავს. ჰაზანისგან მოდიხართ? როგორ არის? ხომ არაფერი შეემთხვა? როგორ არის? კარგად არის შვილო. ყველაფერი ორსულობის და ჰორმონების ბრალია. გარეთ გამოვედი და სახლში შევიარე. საჭმელი მოგიმზადეთ. მაცივარშია და ივახშმეთ. დიდი მადლობა დედა, რომ შემეძლოს. ჰაზანს არ მოვშორდებოდი, მაგრამ ძალიან ბევრი სამუშაო მაქვს. ფუტკარივით ვშრომობ. კარგი. იმუშავე შვილო, იშრომე. მისმინეთ არიქ. ახლა ჰაზანს ისეთი პერიოდი აქვს, როცა ბავშვი ჯერ ძალიან სუსტია, მასზე მეტად უნდა იზრუნო. დიახ, ვზრუნავ. ჰაზანს თვალისჩინივით უფრთხილდები დედა. კარგი. ახლა წავალ შვილო. ღმერთმა დაგლოცოს. ნახვამდის და არ იდარდოთ. ნახვამდის. წარმატებები. ზადა, აი თქვენი ახალი გასაღებები. დიდი მადლობა. ნახვამდის. გმადლობთ.
თქვენია ამაზე საუბარი. მაგრამ როცა ხარუნი დაიღუპა და ხელს აღარაფერი გვიშლიდა, ცალ-ცალკე ვეღარ გავძელით. ერთმანეთი ძალიან მოგვენატრა. ყველა წყენა დავივიწყეთ, ძველი გრძნობა განახლდა. ჩვენი სიყვარული არ დასრულებულა. ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. რა თქმა უნდა, არ გვინდოდა რომ შენ თვალწინ ყოფილიყავით. წასვლას ვაპირებდით. მაგრამ დღევანდელი შეხვედრა ყველასთვის უსიამოვნო აღმოჩნდა. ხელი შეგვიშალა ბახარ. შენი არ მჯერა. არა. ბახარ. ეს როგორ შეიძლება? თუ ასეთი ადამიანი იყო მამა ჩემი. სულაც არა ბახარ. ხარუნ ბეი უკეთილშობილესი პიროვნება იყო. ასეთ რამეს არასდროს იკადრებდა. დამიჯერე ბახარ. უნდა მენდო. გადავწყვიტე, ჩემი განცდების შესახებ მომეყოლა, ისე რომ არაფერი დამემალა. ბახარ, ვიცი. ერთი შეხედვით ხარუნ ბეი კეთილი და გულმოწყალი ადამიანი ჩანდა. ასეა. მაგრამ რომელიმე თქვენგანს ის უნახავს მაშინ, როცა მისანს ვერ აღწევდა. ასეთი გინახავთ? მე კი მინახავს. ყველაზე ხშირად ასეთ მომენტებს მე შევსწრები ვარ. ძალიან მიჭირს ამის თქმა. მაგრამ მამა შენს ბევრი ბნელი ამბავი და საიდუმლო ჰქონდა ბახარ. ბახარ ძვირფასო, ჩვენ ჩანდება. საძაგელს როგორ დავუჯერე. იმის საშუალება როგორ მივეცი, რომ თავის ბინძურ თამაში ჩავეთრიე. ახლა როცა ყველაფერი გაიგე, ნიშნულობა არ აქვს წავალთ თუ არა. შეგვიძლია ეს ყველაფერი წარსულს ჩავაბაროთ. და ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას მივეჩვიოთ. რა სიტყვი? აქ ყველა ერთად ვიცხოვრებთ. აბა? ხვდები რას ამბობ? ფიქრობ ეს შესაძლებელია? ძვირფასო. ვიცი, რომ ეს ყველაფერი შენთვის ძალიან მტკივნეულია. მაგრამ სიყვარული სულ სხვა რამეა ბახარ. ის უცნაური რამ არის. მე და დემირ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. ჩვენი სიყვარული ყველაზე რეალური გრძნობაა ამ სამყაროში. თუ გამიგებ, ძალიან მადლიერი ვიქნები. ძვირფასო,
ჩვენ ხომ ერთი ოჯახი ვართ. ძალიან მიყვარხარ. ახლა მარტო დაგტოვებ. რომ ყველაფერზე იფიქრო. აწონდა და. შენც რომ გაგვიგო, იმედი მაქვს, ზორ გადაწყვეტილებას მიიღებ. ჭკვიანი გოგო ხარ. და ჩემს გაგებას შეძლებ. რა ხდება? საკეთს რა სჭირს? გიმხრამ. საკეთები გამოცვალა? ჰაზან. კარგი. ამის გამო პასუხს აგებ. ჰაზან, ეს რა არის? ეს თარიქის ჩემოდანია. მე კი მისი დანახვაც არ მინდა. კარგი, რა პრობლემაა? მოვა და გადავცემ. გმადლობ ჟან. ჰაზან. დედა შენისთვის არაფერი გითქვამს, მაგრამ რომ გაიგებს რა მოხდება. ბეტყვი რომ ქალაქგარეთ წავიდა სამუშაოდ. არ ვიცი. ჯერ დამშვიდდები და მერე მივხვდები რა ვუთხრა. დედას მერე ვეტყვი რამეს. კარგი, როგორც გინდა. თავს გაუფრთხილდი, კარგი? დარდი არ შეიძლება, თორემ წნევა აგიწევს. გმადლობ ჟან. ნახვამდის. ნახვამდის. ვერ ვიჯერებ იმას, რაც აისუნმა მითხრა. დემირი ჩემთან იმიტომ იყო, რომ აისუნის ყურადღება მიეპყრო? ბაჰარ, ამაზე თუ ვფიქრობ, გთხოვ. თუმცა დემირი თვალებში რომ მიყურებდა, მისი გრძნობა ნამდვილი ჩანდა. მეუბნებოდა, რომ ვუყვარდი და ჩემ გარეშე ცხოვრება არ შეეძლო. როცა მეხვეოდა და ჩემი ხელი იჭირა, გული ისე უცემდა. ეს ყველაფერი ტყუილი იყო? გემხდარები დამშვიდდი ძვირფასო. ასეთი ადამიანებიც არსებობენ? არა, არ მესმის. არ მესმის. ასეთი სულელი როგორ ვიყავი, რომ ვერაფერს ხვდებოდი. და მამა ჩემი? ნუ თუ არ იყო კეთილი ადამიანი. შენ ხომ კარგად ახასიათებდი. უკეთილშობილესი ადამიანი იყო ძვირფასო. ღმერთო, ნეტო მისი გახსენება შემეძლოს. მაგრამ ვერ ვიხსენებ. ის რა ცხოვრება, რისთვის მერგო ასეთი სასჯელი. ბაჰარ, მოდი აქ. ჩამოჯექი ძვირფასო. მოდი აქ. დაწყნარდი ძვირფასო. ბაჰარ საყვარელო, დემირი ახლახან გავიცანი.
მაგრამ მამა შენთან დიდი ხანი ვიმუშავე. და არ მახსოვს, რომ ვიღაცისთვის ცუდი თვალით შეეხედა. ან ვინმეს დამუქრებოდა. აი სურხანი მის მონათხრობის არც მე მჯერა. ბაჰარ თავს ცუდად გრძნობდი, ამიტომ მოვედი შენს სანახავად. ხო, ასე ნოიტანჯები. რას ელოდები შერებ? ისე მოვიქცევი, თითქოს არაფერი მომხდარა? ისე გავაგრძელებ ცხოვრებას, ვითომ ეს ამბავი არ მადარდებს? არ შემიძლია. არა, არ გამომდის. გულმოკლული ვარ. არც კი ვიცი, ჩემი სიტყვები დაგამშვიდებს თუ არა, მაგრამ დამიჯერე, ყველაფერი გაივლის. შეიძლება ადვილი არ იყოს. უფრო მეტად დაიტანჯო, მაგრამ თუ ამასაც განკურნავს. დარდი გვაძლიერებს. ზოგჯერ გვეჩვენება, რომ გულაცრუება, რომელსაც განვიცდით, გზებზე დაბრკოლებებს გვიქმნის, მაგრამ ადამიანი მათი დაძლევის მეთოდებს ყოველთვის პოულობს, ბაჰარ. თავარია ამ ყველაფერს სულის მოწამვლის საშუალება არ მისცე. ამბობენ, ტკივილი ადამიანს აძლიერებსო. ამიტომ მისი გამოცდა არ უნდა გვაშინებდეს. ახლა მიუხედავად ყველაფრისა, ყარად უნდა დადგი ფეხზე. ერთხელაც მიხვდები, რომ ტკივილმა, რომელიც გამოსცადე, გაგაძლიერა. ჩათვალე, რომ ავარიაში მოყევი და მალე განიკურნები. ერთხელ ხომ მოხდა ასე და გადარჩიარა? ვიცი, ახლა ჩემი სიტყვები გაღიზიანებს, მაგრამ დამიჯერე. ყველაფერი გამოსწორდება. ახლა რაც არ უნდა გითხრა, ვერ დამშვიდდები, მაგრამ შემდეგ მიხვდები. ასე რომ დამშვიდდი. გმადლობ ამ სიტყვებისთვის, მართალი ხარ. ახლა წავალ. შენ კი დაისვენე. არ შემიძლია. შვიდად, ყველაფერი მოგვარდება საყვარელი. მადლობ, მეგობარო. კუჩაში ძაღლივით დავწანწალებდი.
სიცივისგან გავიყინე. მადლობ რომ კარი გამიღე. ჰაზანმა საკეტები გამოცვალა და სახლში აღარ შემიშვა. შეგიძლია დაიჯერო? სწორად მოიქცა. ეს გეკუთვნის. როგორ არ გწყვენია? იმის გამო რომ ვიჩხუბეთ, ასე უნდა მელაპარაკო? ჩვენი ჩხუბი რა შუაშია, თარიქ? შენ ხომ ეს დაიმსახურე? რა არა? ჰაზანი ცოლად მოიყვანე, შვილს ელოდები და ატყუებ. მან ხომ სხვასთან გნახა? ასე არ მოხდა? საწყალგოგოს ადვილად გადაურჩი. ნანობ რომ შენთან მოვედი. მადლობ მეგობარო. ჰაზანმა შენი ნივთები მოიტანა. აქ არის. მეც არ ვიფიქრე, სად მინახავს ეს ჩემოდანი მეთქი, ესე იგი ჰაზანმა ჩემივე სახლიდან გამომაგდო. შენი სახლიდან? ასე არ არის? რა მნიშვნელობა აქვს ადრე ვისი იყო? ქორწილის მერე ოჯახის უფროსი ხომ მე ვარ? ინანებს ამ საქციელს. ძმაო, მიპასუხე. სიცხე მაქვს? ასე ვერ მივხვდები. ბაჰარს ხომ არ დავორეკო? უხერხული ხომ არ იქნება? ჩემი ძმის გამო ძალიან ვღელავ. გამარჯობა, ბაჰარ, როგორ ხარ? მეკითხები როგორ ვარ? დამცინი? ბაჰარ, რა ხდება? ასე რატომ ელაპარაკები? მხოლოდ მოსაკითხად დაგირეკე. მოსაკითხად არა? შენ ძმას კითხე როგორ ვარ? გითხრას რა გააკეთა? ბაჰარ, რას ამბობ? საკმარისია. თურმე აინტერესებს როგორ ვარ? იცოდით რომ ეს ყველაფერი თამაში იყო. თვალებში მიყურებდით და მატყუებდით. არა, ასე არ გამოვა. მივდივარ. სად მიდიხარ? სახლში, სად უნდა წავიდე? გასაგების გარეშე როგორ შეხვალ? ნუ ღელავ, როგორ მე შევალ. ჰაზანს დავარწმუნებ, რომ კარი გამიღოს. აი როგორ შევალ. მიდი სადე, მაგრამ ვფიქრობ, არაფერი გამოგივა. არ მგონია გაპატიოს. შენ რა მეგობარი ხარ? მის მხარეს იჭერ? არ წხვენია? გაიწიე. ვითომ მეგობარი. ხომ გითხარი, მისი ხელი ეჭირა. რომანი აქვთ. აი სუნთან ერთად თვითონ დავინახე. იცოდით რომ მათ ერთმანეთი უყვარდათ, მაგრამ თვალებში მიყურებდით და მიმალავდით. ამ ტყუილის თანამონაწილენი ხართ. რა? არა, ეს შეუძლებელია. ისე ნუიქცევით, თითქოს არაფერი იცოდი, ელფინ. თქვენს მიზანს მიაღწიეთ და მორჩა. მომატყუეთ, დამამცირეთ. შეურაცხყოფა მომაყენეთ. ახლა ბედნიერი ხარ? მეტი რაღა გინდათ ჩემგან. ხომ მიიღეთ ის, რაც გინდოდათ. ნუ ღარ მირეკავ. ნუ თუ ისე ვაისუნის მოწყობილი ამბავია. მიპასუხე, ძმაო. თხო, მიპასუხე. დემირ, ზარს რატომ არ პასუხობდი? ვერ გავიგე. აღარ წახვედით? კარგი, სად ხარ? ახლავე მოვალ. დამელოდე. გისმენოს ჯან. გამარჯობა, ჰაზან.
თარიქი მოვიდა, თავისი ნივთები რომ დაინახა, გაცოფდა. წაიღო და მაშინვე წავიდა. გატყობინებ რომ არაფერი ჩაიდინოს. არა, არაფერს იზამს. ჩემს განაწყენებას ვეღარ შეძლებს. ნუ ხელა ვოსჯან. კარგი, ნახვამდის. ჯერ სად არის? აუცილებლად გავშორდები. შერებ. ყველაფერი მოვაგვარა. ჯერჯერობით ბახარი დარდობს. მაგრამ გაუვლის. საოცარია რომ დაერწმუნე. გაკვირვებული ვარ. ძალიან ცუდად მიცნობ, შერებ. ნებისმიერ ბრძოლას ვიგებ. ეს არ დაივიწყო. კარგი. უფრო მნიშვნელოვანი რამის თქმა მინდა. ბაჰარის დასამშვიდებლად მამამისის შესახებ ამბავი მოვიგონე. ვითომ დემირის მოკლით დამემუქრა, რომ ჩემზე დაქორწინებულიყო. თუ ბაჰარი შეგეკითხება, იმედი არ ეტყვი, რომ მატყუ არა ვარ. რატომ ფიქრობ, რომ შენს თამაშს აუყვები? საიდან მოიტანე? ეს მეტად საშიში თამაშია, შერებ. რას ეტყვი, რომ ვატყუებ? არ დაგავიწყდეს. ჩვენ ხომ მამამისი ერთად მოვკალით. ახმოვანებულია ტელეკომპანია იმედის მიერ.